შუადღემშვიდობისა. დიახ, ჩვენ ვიმყოფებით გუდვილის ვაკის ფილიალში, უკვე ტრადიციის ამებ ყოველ პარასკევს. გიბრუნდებით ძალიან საინტერესო რეცეპტით, ესეთი ერთგვარ თავგადასავალში გეპატიჟებით, სადაც ჩვენთან ერთად დღეს იქნება ჩვენი სტუმარი, თუ მე უფრო ვარ მისი სტუმარი, რადგანაც ვიმყოფებით მის ტერიტორიაზე, ჩვენთან ერთად სამზარეულოში იფუსფუსებს დავით პოღოსიანი, რომელიც გახლავთ გუდვილის წარმოების შეფმზარეული. მე რაც დამავალა უკვე ჩავალაგე, ახლა შევუერთდეთ დავითს და ვნახოთ რას დაამატებს ჩვენს კალათაში. დავით, სალამი. ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ დღეს ჩვენი სტუმარი, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვართ შენთან სტუმრად და მივესალმოთ ჩვენს წამყვანებს და მაყურებელს და თან ორი სიტყვით მოვუყვეთ თუ რას მოვამზადებთ და რა დაამატე ამ არაჩვეულებრივ კალათას. კი ბატონო. როგორც ხედავ, შენს აკრიფე უკვე რაღაცა, მეც ვნახე პასტა, რომელსაც დღეს გამოვიყენებთ. კონკრეტულად ესეთ პატარა პასტები გჭირდება, ხო? კი, ანუ უფრო მარტივად იქნება თეთრი. იმიტომ რომ როგორც ხედავთ, არჩევანი არის უდიდესი და ეს გახავთ იტალიაში საკმაოდ განთქმული პასტის ბრენდი და არის ასევე კვერცხის გარეშე ამ არჩევანში შესაბამისად სამარხო ვერსიებიც მოიპოვება. დღეს პასტით გავაკეთებ ტრადიციულ სიცილიურ ხორცის ბურთულების соуს. გუფთის სახით იქნება, ხო? იქნება მომზადებული პომიდორის соуსი. კანი ვიკა კვარაცხელია და დავით პოღოსიანი და გავიგოთ რა ხდება შუადღის სამზარეულოში. ვიკა, დავით, მოგვიყევით, რას გვიმზადებთ და რა ეტაპზე ხართ? კიდევ ერთხელ შუადღემშვიდობისა წამყვანებო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მივესალმებით ჩვენს სტუმარს დავით პოღოსიანს და დაგიბრუნდით ჩვენს სამზარეულოდან, რომელიც ამ წუთას მდებარეობს ვაკის გუდვილის ფილიალში. მოვიტანეთ ყველა საჭირო ინგრედიენტი და დავით, გისმენთ, დღეს ვიმყოფებით ჩვენთან, მიხარია რომ ყოველთვის შენ მოდიოდი ხოლმე ჩვენთან და ახლა ჩვენ ვართ შენთან და მოგვიყევი უფრო დეტალურად რას მომზადებ და მე დავიწყებ რაღაცები ესე იგი, დღეს მომზადებ ორ კერძს, პირველი იქნება პასტა, ტრადიციული სიცილიური соуსით და ხორცის ბურთულებით, მომზადებული ამ პომიდორის соуსში და მეორე კერძი იქნება ისეთი ლაითი და ყველასთვის ცნობილი, ეს არის ფრანგული ნისლუაზის სალათი, რომელიც მზადდება თინუსის ფილეთი კონსერვირებული. თინუსის ფილეს გამოვიყენებთ ამ შემთხვევაში და ეს არის ახალი თინუსის ბრენდი გუდვილში წარმოდგენილი გერმანული, რომელიც გამოირჩევა სხვა ბრენდებისგან იმით, რომ არის 110-120 გრამამდე ფილე ხორცი მასში მოთავსებული თინუსის და არის ისეთი დიდი და მსუყე ნაჭრებით, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია და ძალიან გემრიელია და ამაში მე დაგეხმარები, იმიტომ რომ სალათის ნაწილს მე ჩემ თავზე ავიღებ და მაკარონი უნდა ჩავყაროთ უკვე პასტა თუ ჯერჯერობით არა. კი, პასტა უნდა ჩავყაროთ. აი, თქვენი შერჩეული პასტები აგერ არის. მე დავიწყებ კარტოფილის დაჭრას და ასევე უნდა შევკმაზოთ უკვე ფარში თუ როგორ? ხო, ეხლა შევკმაზავ ფარს. ერთმანეთში ფარში გამოვიყენებ ამ შემთხვევაში ტრადიციულად ნახევარს ღორის ხორცს გატარებულს და საქონლის ხორცს აგრეთვე. აჰა, აქ გვაქვს ერთად ეს ფარში, რომელიც ერთმანეთში უნდა შეერიოთ და აქვე შეგახსენებთ, რომ ყველა პროდუქტი, რომელიც გუდვილში მარაგდება ქართველი ფერმერებისაგან, ეს ხორცი იქნება თუ ბოსტნეული, გადის ლაბორატორიულ შემოწმებას ადგილზე უშუალოდ გუდვილის ლაბორატორიაში და მხოლოდ შემდეგ ხდება დახლებზე და შემდეგ უკვე თქვენს და ჩვენს კალათებში. ასე რომ ჩვენ მეტი რა გვჭირდება დიასახლისებს, გარდა იმისა, რომ სანდო და ესეთი ჯანსაღი და ცინცხალი იყოს პროდუქტი, რომლითაც ვამზადებთ კერძებს და შემდეგ ყველაფერი თავისთავად გემრიელი გამოდის, არა? კი, რა თქმა უნდა. თან რეცეპტები დღეს, რასაც ვაკეთებთ, რეალურად არის ძალიან მარტივი და სახლში მოსამზადებლად რაღაც გარკვეული, განსაკუთრებული არც დანადგარი, არც ინგრედიენტი არ გვჭირდება. კი ბატონო, მარტივად. და სწრაფად, ხო, დღევანდელ ტემპში ყველა სადღაც მივიჩქარით, მნიშვნელოვანია, რომ ასე იყოს მომზადებული კერძები. აქ ხედავთ პურს, რომელიც ჩავალბეთ რძეში. ჩავალბეთ რძეში, კი ბატონო, ჩვეულებრივად ამ პურს ახლა დავუმატებთ ჩვენ ხორცს, რა თქმა უნდა, ჩალბობილს და ავზილავ ამ ყველაფერს კარგად. პურს მნიშვნელობა აქვს, თეთრი იქნება თუ შავი? არა, მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ შევეცადოთ ჭვავი არ გამოვიყენოთ, რადგან ის გემოვნებისებებზეც მოქმედებს საკმაოდ გასაგებია. დავით, ყველს ხედავ, ყველსაც გამოვიყენებ ხორცის ბურთულებში, ხო, გუფთებში? კი ბატონო.
ეხლა დავუმატებ ცოტა ზეითუნის ზეთს არომატისთვის. კი ბატონო. აქ მაქვს თუმი კვერცხი. რა კარგია რომ გაქვს, რა კარგია კვერცხი, რომელიც არის გუდვილის წარმოების პროდუქტი. მაზალ პილპილი და მარილით. მეტი არაფერი ამას არ სჭირდება. კვერცხი ერთი იყო? კვერცხი ერთი იყო, კი. ანუ საშუალოდ. წვრილად ხარ დაგიჭერი კარტოფილი. არა, ძალიან კარგად. შემდეგ მარილი ასევე ჰიმალაის მარილი, რომელიც არის ასევე რა კარგიას ბრენდის. აქ კიდევ ხედავ, ეს ყველაფერი გჭირდება სალატში. ეს ყველაფერი გჭირდება სალატისთვის, კი ბატონო. და მდოგვი გჭირდება ბურთულებისთვის. მდოგვსაც ვამატებ, რა საინტერესოა. არომატისთვის ცოტას დავუმატებ. შეგვიძლია გამოვიყენოთ დიჟონის მდოგვი, შეგვიძლია გამოვიყენოთ მარცვლოვანი მდოგვი. ზეთი ახსენე დავით და ვფიქრობ, რომ მაყურებელს აუცილებლად უნდა ვუთხრათ, რომ ზეითუნის ზეთი არის ყველაზე კარგი რამ, რაც შეგვიძლია, რითიც შეგვიძლია რომ გავაჯეროთ ჩვენი კერძები. სასარგებლო და ესეთი მნიშვნელოვანი ცხიმით ეს არის ფარკიონის ზეითუნის ზეთი, რომელსაც აქვს ორნაირი ცივი და ესეთი ცხელი დაწურის ზეთები და მათი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ცივ თუ ცხელ კერძებში და არის ძალიან კარგი და სასარგებლო პროდუქტი, სხვათა შორის არა მხოლოდ კერძებში და სალათებში, არამედ ესე ეგრეთ წოდებულ სმუზებში, რაღაც ახლად დაწურულ წვენებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცოტა ზეითუნის ზეთი დავამატოთ, რათა ის საჭირო ინგრედიენტები მიაცილოს ზეთმა, სადაც საჭიროა. ჯანსაღია. კი ბატონო. ეხლა ვამატებ პარმეზანს, ჩვენ ყველის ბურთულებზე, არომატისთვის. ფერარინის პარმიჯანოს ვიყენებთ დღეს ჩვენს კერძებში და უნდა აღნიშნო, რომ ფერარინი არის ძალიან ცნობილი იტალიური ბრენდი და ზოგადად გუდვილი გვანებივრებს იტალიური ბრენდებით საქართველოში და ამ ბრენდს აქვს ძალიან კარგი არჩევანი სხვადასხვა ხორცის პროდუქტების, რაღაც ლორები, ბეკონები და ასე შემდეგ, განსაკუთრებით შპეკი მომწონს ძალიან ამ ბრენდის. აქვს ესეთი არაჩვეულებრივი პარმეზანი და ძალიან მომწონს კიდე თვითონ დაფქული პარმეზანი, რომელიც არის პირდაპირ მოვათავსოთ ჩვენს კერძებში და ასევე ძალიან კარგი კარაქი. ასე რომ მოინიშნეთ ეს ინფორმაციაც. დავით, ახლა ბურთულები უნდა შევახვიოთ? საფანელიან რამე დამატებით? არა, არაფერი არ უნდა. პირდაპირ ბურთულებს ვაკეთებ, მაქსიმალურად პრესავთ, რომ არ დაიშალოს შეწვის დროს. და შემდეგ ზეითუნის ზეთში უნდა შევწვათ ყველა მხრიდან, ხო? ალბათ კანატუნა, კანი რო გაუჩნდეს და კარტოფილს ვხარშავთ? კარტოფილს ვხარშავთ, კი ბატონო. მაშინ გავუშვათ კარტოფილი მოსახარშეთ და მე უკვე შემიძლია რომ ამ ეტაპზე დროებით დავემშვიდობო ჩვენს წამყვანებს. კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს მაყურებელს და წამყვანებს. დავით პოღოსიანთან ერთად ვიმყოფებით ვაკის გუდვილის ფილიალში. დავითი კი გახლავთ გუდვილის წარმოების შეფმზარეული, რომელმაც მოგვიმზადა დღეს საოცრად არომატული და ამავდროულად ულამაზესი კერძი და თუ შეიძლება ორი სიტყვით მოგვიყევით რა ეტაპები გამოვიარეთ აქამდე. ესე იგი დღეს პროგრამაში გქონდა სიცილიური პომიდრის соуსი, ხორცის ბურთულებით, პასტასთან ერთად. როგორ მოვამზადეთ соуსი? ავიღოთ ჩვეულებრივად კანგაცლილი პომიდორი, შეგვიძლია ავიღოთ ჩვეულებრივი პომიდორიც, ავიღეთ ორი სახის ხორცი. ბოდიში აქვე მაყურებელს უნდა მოვუყვე, რომ კოპის კანგაცლილი პომიდორი გამოიყენეთ, რომელიც არის იტალიური ბრენდი და არის ექსკლუზიურად წარმოდგენილი გუდველში. შემდეგ გააგრძელეთ ჩაგეწერით ბოდიში. ავიღეთ ორი სახის ხორცი, ერთი ერთზე ღორის ფარში და საქონლის ფარში, ერთმანეთში შევურიეთ, ფარში ჩავამატეთ ცოტა მარცვლოვანი მდოგვი, შეგიძლიათ დიჟონის მდოგვიც გამოიყენოთ. ჩავახერხეთ პარმეზანის ყველი, დავამატეთ ერთი კვერცხი და დალბობილი პური რძეში. შეგიძლიათ გუშინწინდელი პურიც გამოიყენოთ, იდეალური საშუალება ამისთვის, რომ უფრო გამომშრალი, კი ბატონო, უფრო გემრიელი. დავით, შემდეგ ეს ბურთულები ესე რომ ეს ბურთულები შევკარით, შევწვით ზეითუნის ზეთში, ზეითუნის ზეთმაც მისცა თავისი არომატი. მწვანილი და რა გამოვიყენეთ? მწვანილი ამ ეტაპზე ჯერჯერობით გამოვიყენეთ მხოლოდ და მხოლოდ ოხრახუში და ბოლოს აი პირდაპირ დაჭრის გარეშე დაუძენძავა ესე ბაზილიკის ცოცხალ იმას ფოთლებს. თუ არ გვაქვს, მაშინ რეჰანიც შეგვიძლია. თუ ბაზილიკი არ გვაქვს, შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩაშხულავი, იმიტომ ჩაშხულავი ყველაზე ახლოსაა ახლა ბაზილიკთან, ან რეჰანი უგონთ ცოტა ნაკლები რაოდენობით, რომ ძაფრი არ გამოვიყენოთ. მართლა ძალიან კარგი არომატი აქვს. ეხლა ეს ყველაფერი პასტასთან ერთად უნდა ეს ყველაფერი უნდა გადაურიოთ პასტასთან ერთად. პასტა მაქვს წინასწარ მომზადებული.
კი ბატონო და როგორც იცით, დიმარტინოს პასტას ვიყენებთ ტრადიციულად ჩვენ სამზარეულოში, რადგანაც არის ძალიან გემრიელი პასტა, რომელიც მზადდება ნამდვილი ტრადიციების მიხედვით, როგორც იტალიაში იციან. და გარდა იმისა, რომ არის ჩვეულებრივი კვერცხით, არის ასევე პასტა კვერცხის გარეშე, რომელსაც მარხვის პერიოდში ძალიან აქტიურად გამოვიყენებთ. ასევე დავითმა დღეს შემოგთავაზა სალათი, რისთვისაც უბრალოდ მე ინგრედიენტები მოვუმზადე. ჩვენ გვაქვს სალათის ფოთოლი, გვაქვს ასევე თინუსი, გერმანული ჯიდაჯის ბრენდის თინუსია, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა იმით, რომ აქვს 100-დან 120 გრამამდე ხორცი თინუსის და თან არის ესეთი სქელი და დიდი ნაჭრები და არ არის დაფუცმაცებული და ძალიან გემრიელია. გადმოვიღო დავით თუ სალათის ფოთოლი გჭირდება, მაშინ მე გავიწევით. ჩვენ შეგვიძლია ავაწყოთ ამასობაში ჩვენი სალათი. ეს სალათი შეგვიძლიათ აურიოთ როგორც ჯამში, უშუალოდ შეგვიძლიათ ფენა-ფენა დაალაგოთ უფრო ვიზუალისტვის, რასაც შვები ახლა. კი და მოვუყვეთ ასევე მაყურებელს, რა და რას ვამატებთ. მოხარშული კარტოფილი გვაქვს, თინუსი ეს არის კლასიკური ფრანგული სალათა, მის ინგრედიენტებია მოხარშული კარტოფილი, თინუსის ფილე დაკონსერვებული, ჩერი პომიდორი, მწვანე ფრანგული ბარდა, ლობიო ბოდიშლიფტი. რომელიც პირდაპირ ასევე ცივად შეგვიძლია ასევე ცივად შეგვიძლია მივერთვათ კი ბატონო. და საკმაოდ ესეთი მრავალფეროვანი ცივი გაყინული ბოსტნეულის ასორტიმენტი გვხვდება გუდულში, რაც ასევე ძალიან მოსახერხებელია. და ამ ცივს გვერდით ძალიან დააბალანსებს ეს თბილი კარტოფილი, ხო? კარტოფილი კი ბატონო. ესე უშუალოდ გადავანაწილოთ თეთრზე. ვფიქრობ ბავშვებთან ერთადაც ძალიან სახალისო იქნება ამ მსგავსი სალათის აწყობა, რა, რადგან კარგად მოგვეხსენება, რომ ბავშვები, რომლებიც თუ ჩავთავთ მათ ესე კერძის მომზადებაში, უფრო სიამოვნებით მიირთმევენ და აგემოვნებენ ხოლმე თავიანთ მომზადებულ კერძებს, როგორც წესი. სოუს რაც შეეხება ესეთი კლასიკური სოუსი გვაქვს მომზადებული, აქ გამოვიყენეთ დიჟონის მდოგვი, გამოვიყენეთ ლიმონის წვენი და გამოვიყენეთ ზეითუნის ზეთი, რა თქმა უნდა, ფარკიონის ზეითუნის ზეთს ვიყენებთ ამ შემთხვევაში. დავით, ქიშმიში რამეში გამოვიყენეთ? ქიშმიში გამოვიწნა მე თქვა, ბოდიშლიფტი. ქიშმიში გამოვიყენეთ პომიდორის სოუსში, ტრადიციული სიცილიური რეცეპტი. ой, რა საინტერესოა, ძალიან პიკანტურს გახდის დარწმუნებული. ანუ ზოგადად პომიდორის სოუსი, ესა ცოტა მომჟავო გამოდის ბოლოს ყოველთვის მომზადების დროს, ამ შემთხვევაში ქიშმიშმა მისცა ცოტა ხო, ზოგჯერ გამიგია რომ შაქარსაც ამატებენ. შაქარსაც ამატებენ დასაბალანსებლად გემოებს. ან სტაფილოს მაგალითად. ეგეც კი ბატონო. აქვე შეგახსენებთ, რომ თქვენც თუ გინდათ ესე მარტივად და სწრაფად მოამზადოთ ასეთი გემრიელი კერძები, ამისთვის ნამდვილად გჭირდებათ ხარისხიანი პროდუქტი. ხარისხიანი პროდუქტის შერჩევა კი შეგიძლიათ Goodwill-წერტილი-G-ზე, ეს გახლავთ ვებგვერდის მისამართი და ასევე აპლიკაციის მეშვეობითაც და Goodwill-ის გუნდი უმოკლეს დროში მოგაწვდით სასურველ მისამართზე ყველა საჭირო ინგრედიენტს. პროტეინის თასი გამოგვივა დღეს ამ სალათის სახით. სალათის ფოთოლი გვაქვს, ფრანგული ლობიო, გვაქვს ზეთის ხილი, გვაქვს ჩერი პომიდორი, მოხარშული კარტოფილი, თინუსი, სოუსი და ზემოდან კვერცხი მოხარშული. მიკრომწვანილების მეშვეობით უბრალოდ გავალ ამას გავახალისებ ცოტას. კი ბატონო. ჩვენ კერძს. დავით, კარგია თქვენთან სტუმრობა და შეგვპირდი, რომ ხშირად იქნები ჩვენი მასპინძელი და თან სტუმარი გადაცემაში. ყოველთვის სასიამოვნოა ჩემს, ყოველთვის გელი. ასე და ამგვარად ჩვენ უკვე ნელ-ნელა იმ ეტაპზე ვართ, რომ დაგემშვიდობოთ და შემდეგ გადავიდეთ დაგემოვნებაზე. და რა თქმა უნდა, ყველა კერძს ძალიან უხდება კოკა-კოლა, რომელიც აქვე გვაქვს და თან ყოველთვის ჩვენ სამზარეულოში. ჩვენს მაყურებელს ვეთყვი, რომ ყოველ პარასკევს დაგველოდეთ ბაკის გუდვირის ფილიალიდან ძალიან საინტერესო რეცეპტებით დაგიბრუნდებით. დავით, უღრმესი მადლობა და ესეც ჩვენი ძალიან გემრიელი კერძები.